ხო, ანუ ჯერ პარასკევს ვიდექი კუთხეში და კარგად იჩხუბა პირველი 3 რაუნდი მოიგო რა. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობდი ეგრე, მსაჯებმაც ყველა მე ერთხმად ეგრე ჩათვალეს. თვითონ არ ფიქრობდა მარტო, ყველა მთელი ორგანიზაცია ფიქრობდა, რომ პირველი 3 რაუნდი მოიგო. ამიტომ გადაწყვიტა, რომ ქამარი მიეცა რა მეტოქისთვის რა. მაგრამ აქ პრობლემა ის იყო ერთი, რომ ესე ქამარს ვერ მისცემ რა. თან მით უმეტეს ის, რომ არ გაქვს შენი ჩხუბი ნანახი და იქ ჩხუბში გრძნობებით იცი, იგებ თუ არა ჩხუბს. ანუ შეიძლება ერთი რაღაც ხდება, მაგრამ მეორე რაღაც გონია რა. მაგრამ მე რო დავბრუნდით სასტუმროში და უყურა თავის ჩხუბს, მიხვდა რომ მოიგო რა პირველი 3 რაუნდი უკეთ გრძნობდა თავს. But I don't give a fuck. He was cool. He was game. He was cool. He fought well. The bitch goes, "Good fight. You did well, but we was better. We was better." მოლევის გამო მე 4 და მე-5 რაუნდები ძალიან გაუჭირდა. და მაგიტო ქონდა მაგას გავლენა პერფორმანს შეჩეულია რომ ანადგურებს რა ხალხს. და სხვათა შორის მეც ეგრე ვგზნობ მაგ თემაზე თავს, ანუ განა მაგის ჩხუბზე მე ამაყევ მაგის ჩხუბი. North American Warriors Cup Muay Thai Championship bout scheduled for 5 2-minute rounds. And across the ring, fighting out of the red corner, wearing black trunks with white trim. His record in 24 fights, 20 victories, 4 losses. Catherine. Let's go. Catherine Tate. Tate pouring it on. Yeah, those knees went up a little high, but Yango was ducking into them. He was shelled up and turned over. That's on him. Yeah, that's generally the rule. The knees to the head are illegal, but if your head is down. It's closer than it needs to be. Closer than it needs to be. Combinations with your hands. What are you saying? You have every opportunity to break his body. All you have to do is that left body shot. Nothing. Let's pick this up. This is you. All right? Go, Kevin! Another judge for this contest, 48 to 45. Another judge for this contest, 47 to 47. Another judge for this contest, 48 to 45. For your winner by majority decision,
თითქოს აი ეს კამრები რაც მოვიგე, მით უმეტეს ნიუ-იორკის კამარი რაც მოვიგე, გონია რომ სოფლიოს აი ძალიან დიდი წონა და ტვირთი მადევს ბეჭებზე რა. თითქოს ყველაფერი უნდა იყოს საუკეთესო და ყველაფერი უნდა იყოს 10-10-დან რა. მაგრამ ფაქტია რომ ყველაფერი 10-10-დან ვერასოდეს ვერ იქნება. მაგრამ ამის დასამტკიცებლად მე უნდა დავამტკიცო რთულ მეტოქეებთან ჩხუბით და არა მარტივ მეტოქეებთან ჩხუბით. ამიტომ მინდა რომ როგოვინც ვეჩხუბო ძალიან და თუ იმსახურებს და თუ არის საუკეთესო წამართვას, თუ არ ვარ საუკეთესო არ მინდა, იმიტომ რომ ზედმეტად ძალიან დიდი წონა და ტვირთია ჩემს მხრებზე.